ეთერშია ბიზნესი რუსთავიორზე, მე ჟურნალისტი სოფლო ხანიშვილი გრიგავარ. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წლის პირველ ნახევარში $13 მილიარდ მიაღწია, წლიურად 6%-იანი ზრდაა. საქსტატის მონაცემებით მთლიანი ბრუნვიდან ექსპორტი $3 მილიარდ 870 მილიონი, იმპორტი კი $9 მილიარდ აჭარბებს. საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სამეულში ყირგიზეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანია, იმპორტიორი ქვეყნებს შორის კი სამეულს თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი ინაწილებენ. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, მეორეზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მესამე პოზიციას კი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები იკავებს. საქართველოში წარმოებულ აზოტოვან სასუქებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მონაცემებით იანვარ-ივნისში ქვეყნიდან $81 მილიონ მეტი ღირებულების ამონიუმის გვარჯილა გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია. აზოტოვან სასუქებს უმსხვილეს საექსპორტო ათეულში 2%-იანი წილით მე-10 ადგილი უჭირავს. ყველაზე დიდი მოცულობით აზოტოვანი სასუქების ექსპორტი საქართველოდან უკრაინაში განხორციელდა, ასევე პროდუქტი ათეულობით ქვეყანაში გავიდა, მათ შორის პერუში, ნამიბიაში, კოლუმბიასა და სხვა ქვეყნებში. გაიზარდა ფეროშენადნობების ექსპორტით. საქართველოდან წლის პირველ ნახევარში $157 მილიონ მეტის ფერო-სილიკონ მანგანუმი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია. ფეროშენადნობებს საექსპორტო ათეულში თითქმის 4%-იანი წილით მე-4 ადგილი უჭირავს. მთლიანი ექსპორტიდან $26 მილიონ მეტი ღირებულების ფეროშენადნობები თურქეთში გავიდა, ექსპორტი კი ათეულობით ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებსა და იტალიაში. საქართველოს 5 წამყვანი ბანკი NASDAQ კალიფსოს საზიარო პლატფორმაზე გადადის, რომელიც 5 წამყვან კომერციულ ბანკს საერთო საერთაშორისო სტანდარტების სახაზინო ინფრასტრუქტურას შესთავაზებს. პროექტში საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, Liberty ბანკი, Terra ბანკი და Bazis ბანკი მონაწილეობს. პლატფორმა ვაჭრობის სრულ ციკლს მოიცავს და ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ისახავს მიზნად. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი პლატფორმა ხელშეუწყობს რისკების მართვის, ოპერაციული მდგრადობისა და ზედამხედველობის სტანდარტების გაუმჯობესებას, ასევე საქართველოს ფინანსური ბაზრის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან დაახლოებასაც. ახლა კი ვისაუბროთ თემაზე, რომელიც თითქმის ყველა ჩვენგანს ეხება, როცა ბანკის ან საგადახდო მომსახურების არჩევა გვიწევს, ხშირად სხვადასხვა შეთავაზების შედარება მარტივი არ არის. აქამდე საჭირო იყო თითოეული ბანკის ვებგვერდზე ცალ-ცალკე ინფორმაციის მოძიება, რაც დროსაც მოითხოვდა და ხშირად მომხმარებლისთვის დამაბნეველიც იყო. ამ პროცესის გასამარტივებლად ეროვნულმა ბანკმა ახალი შედარების პლატფორმა შექმნა. ერთ სივრცეში თავმოყრილია ინფორმაცია ბანკებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ტარიფებზე, დეპოზიტების აპროცენტო განაკვეთებზე, ვალუტის გაცვლით კურსებსა და სხვა ფინანსურ პროდუქტებზე. მომხმარებლებს შეგვიძლია სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით შევადაროთ შეთავაზებები, დავინახოთ მომსახურების სრული ღირებულება და უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღოთ. რამდენად გაამარტივებს ეს პლატფორმა მომხმარებლის არჩევანს, შეუწყობს თუ არა ხელს კონკურენციის გაძლიერებას ფინანსურ სექტორში და რა სარგებელს მოუტანს როგორც მოქალაქეებს, ისე თავად ბაზარს. ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი. მოგესალმებით, ბატონო დავით. მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო და სასარგებლო თემა არის. მე როგორც მომხმარებელი ასე ვხედავ ამ საკითხს და უფრო მეტ დეტალს თქვენგან მოვისმენთ. მაგალითად, კიდევ ერთხელ თავიდან უფრო ზოგადად რო გავმარტოთ, რა მიზნით შეიქმნა ეს პლატფორმა, რას წარმოადგენს ეს პლატფორმა და იმ ინფორმაციის გარდა, რაზეც მოკლე მინიშნება მე თვითონ გავაკეთე, რა ინფორმაციას ნახავს აქ მომხმარებელი. დიახ, ზოგადად ჩვენ მომხმარებლებს თუ გადავხედავთ, ძალიან ხშირად მომხმარებლების დიდი ნაწილი უკვე საგადახდოდ იყერებს არა ნახტ ფულს, არამედ საგადახდო ბარათს, მაგალითად, თავის დანაზოგებს ათავსებს ანაბარზე. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 3 მილიონს დასრული ადამიანი 2 მილიონი იხენებს CESC-ს, ანუ ფინანსური სექტორი ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და მეორე მხრივ შესაძლოა ყველა მომხმარებელს არ ქონდეს საშუალება შეხედოს რა უჯდება ეს ხარჯები მას, ხო, მაგალითად მაღაზიაში ჩვენ ვიხდით ნახებს, საზღვარგარეთ რო ვიხდით, ერთმანეთს რომ ვურიცხავთ, ხშირად შესაძლებელია სწორად ვერ ხედავდეთ ამ პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს და მეორე ვერ ხედავდეთ
არჩევანი რაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული ბანკისგან, ხომ არ აქვს მის კონკურენტს სხვა ბანკს კიდევ უფრო უკეთესი არჩევანი, ამიტომ ამ პლატფორმის მიზანი პირველ რიგში არის, რომ მომხმარებელმა დაინახოს ეს ხარჯები და დაინახოს ალტერნატიული საშუალებები, მათ შორის სხვა ბანკში ან საგადასო სერვისების პროვაიდერებში, ხომ არის უკეთესი არჩევანი და გადავიდეს, თქვათ, ამ ბანკში ან ამ სერვისების მოწოდებით. ანუ ამით ვცდილობთ, რომ მომხმარებელს დავანახოთ არჩევანი და საბოლოოდ ეს ბუნებრივია კონკურენციასაც ხელს შეუწყობს, რომ ბაზარზე, ასე ვთქვათ, დიახ, ეს დაწერილი ძალიან საინტერესოა. ერთის მხრივ ხა მომხმარებელი მართლა დაზოგავს ამ დროს, რომ ყველა ბანკში ცალ-ცალკე არ დარეკოს ან არ შევიდეს მის ვებგვერდზე, ერთ პლატფორმაზე. ეს ფილტრების საშუალებით იქნება თუ როგორ სხვადასხვა მომსახურების, სხვადასხვა ინფორმაციის მიღება სხვადასხვა გვერდი იქნება თუ როგორ მოხდება ამის ჩვენ ვებსაიტზე გათავსებულია ის ყველა ის ძირითადი პროდუქტი, რასაც როგორც წესი მომხმარებელი იღებს, ეს ერთ მხრივ არის ანაბრები და მეორე მხრივ საგადასო სერვისები, თქვათ, ბარათის აღება, გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია, ეს არის ძირითადი სერვისები, რასაც მომხმარებლები იყენებენ, ამიტომ შეუძლია ერთ გვერდზე ნახოს ცალკეული ბანკების შემოთავაზება და ასევე ფილტრების საშუალებით აირჩიოს ის კონკრეტული პროდუქტი და გადახდის მაგალითად კონკრეტული გზა, რომ შეადაროს აი მისთვის საჭირო ფინანსური პროდუქტი რა ღირს სხვადასხვა ბანკებში და ასე შეადაროს ეს პროდუქტები. სხვადასხვა ჩვენი ბანკები არიან ისე ძალიან გამჭვირვალე მათ ვებსაიტზე რომ შედიხართ, ხედავთ ამ ინფორმაციას, თუმცა ხედავთ ერთ კონკრეტული ბანკის ინფორმაციას და ჩვენი ვებსაიტის საშუალებას აძლევს მომხმარებელმა შეადაროს ერთ და იგივე პროდუქტი თითქმის ყველა ბანკში ახლა. ბატონ დავით, აი კონკურენცია ვახსენეთ და მე ამ თემას დავუბრუნდით. კონკურენციის ნაწილში ეს პლატფორმა როგორ იმუშავებს? ანუ ბანკებს მართლა мотиваცია უფრო მეტად გაუჩნდებათ, რომ უფრო მოქნილი ტარიფები, უფრო მოქნილი პირობები შესთავაზონ, იმიტომ რომ ერთ მაგიდაზე დაიდება ყველა ინფორმაცია, თუ რა გათვლა და რა მოლოდინი. ამ ვებსაიტზე ბანკები გათავსებული არის მათი საუკეთესო შეთავაზების მიხედვით და ცხადია მომხმარებელი მიიჩნევა ამას პირდაპირ დაინახოს ბანკების სიას რიგითობის მიხედვით, ვის აქვს უკეთესი შემოთავაზება, მათ შორის აირჩევს თავის პროდუქტს და იმ პროდუქტთან მიმართებაში. ამით ველოდებით, რომ ბანკები, რომელიც ამ სიის ქვედანაწილში იქნებიან მეტად მოტივირებული, რომ ასე ვთქვათ, კონკურენტზე უკეთესი შეთავაზება შესთავაზონ კლიენტს. სხვა შემთხვევაში ალბათ კლიენტების დიდი ნაწილი, ვინც ამ ინფორმაციას ნახავს, დროთა განმავლობაში აირჩევს იმ ბანკს, რომელსაც აქვს უკეთესი შემოთავაზება. ცხადია, ფასი არ არის ყოველთვის ერთადერთი ფაქტორი, რასაც მომხმარებელი ირჩევს. ჩვენ სანდოობა გვაინტერესებს, სერვისის ხარისხი, კომფორტი, ეს ერთადერთი ფაქტორი არ არის, თუმცა ფასი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ველოდებით, რომ ეს კონკურენციას გაამძაფრებს. ასე ძალიან საინტერესოა თქვენ თქვით, რომ საუკეთესო შეთავაზებები. ეს არის საშუალო მომხმარებელზე გათვლილი შეთავაზება თუ არის ყველა ტიპის მომხმარებელზე, კლიენტზე, ეგრეთ წოდებულზე ჩაშლილი შეთავაზებები ბანკებისთვის? დიახ, ეს ძალიან კარგი კითხვა. ბუნებრივია ბანკები, ასე ვთქვათ, სეგმენტირებას აკეთებენ თავის კლიენტების მიხედვით. ყავთ, ასე ვთქვათ, რაც წესი ნახინავს, პირდაპირ მოსული კლიენტი, რომელზეც აკეთებენ საჯარო შეთავაზებებს, რაც მათ ვებსაიტზე წერია და სწორედ ეს ინფორმაცია არის ამოღებული, თუმცა ამის გარდა მათ ყავს, ასე ვთქვათ, პრემიუმ კლიენტი, ტრადიციული კლიენტი, ვინც 20 წელია მათთან არის, ან სხვა პროდუქტს იძენს, ან ვთქვათ, კორპორატიული კლიენტები ყავს და მათი თანამშრომლებისთვის რაღაც სპეციფიკავაზება აქვს. ცხადია, ასე დეტალიზაციას ერთ ვებსაიტზე ვერ მოახდენ, თუმცა ეს არის, ასე ვთქვათ, საბაზო ტარიფი, რასაც ის აძლევს საშუალო მომხმარებელს, ამიტომ ეს მაინც რელევანტური არის, შეგვიძლია ვთქვათ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. და შემდეგ დამატებითი კითხვა გაუჩნდა მომხმარებელმა შეარჩია კონკრეტული ბანკი, კონკრეტული საგადახდო პროვაიდერი და შესაბამისად მე უკვე მიდის დეტალებისთვის იქ. იძლევა თუ არა პლატფორმა, ვთქვათ, ონლაინ ჩათის ან ონლაინ კავშირის შესაძლებლობას თუ უკვე უნდა გადაერთოს უკვე ბანკთან. ზოგადად ეს პლატფორმა აჩვენებს ფასებსა და ტარიფებს სხვადასხვა ბანკებში. თუ მომხმარებელს ექნება კითხვა საიტთან დაკავშირებით, ცხადია დარეკოს ეროვნული ბანკის ხაზზე, თუმცა თუ პროდუქტთან და მის ფასთან დაკავშირებით აინტერესებს დეტალები, ან უშუალოდ იმ ბანკს უნდა მიმართოს, იმიტომ რომ ცხადია ეს არის კონკრეტული ტარიფი, თუმცა ამას შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა პირობები და ამ შემდეგ თქვა შეიძლება კონკრეტული კითხვა ქონდეს მომხმარებელს და ამ შემთხვევაში იმ კონკრეტულ ბანკს უნდა მიმართოს, რადგან ის უფრო უკეთეს პასუხს დაუბრუნებს. ბატონ დავით, ეს პლატფორმა არ აერთიანებს ინფორმაციას სესხების შესახებ, ხო? იმიტომ რომ თქვენგან როგორც ვიცით ეროვნული ბანკი მუშაობს ამ მიმართულებით და რა ეტაპზეა? ანუ ეს სესხები იმდენად დიდი თემაა, რომ გადაწყვეტეთ ცალკე პლატფორმა დაუთმოთ თუ ისიც იქნება ინტეგრირებული სხვა ინფორმაციასთან. ამ ვებსაიტზე გათავსებული ინფორმაცია, როგორც თქვით, ანუ საკომისიოებზე, თქვათ, გადახდის ტარიფებზე, ვალუტის კურსზე და ასევე ანაბრებზე, დეპოზიტების განაკვეთებით შეუძლია მომხმარებელს შეადაროს სხვადასხვა ბანკში, სხვადასხვა ვადიანობის და ტიპის ანაბარზე, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ჩვენ მომხმარებლებისთვის არის ბუნებრივია სესხი, როგორც თქვით, ახლობთ 2 მილიონი სასხებელი გვაქვს ჩვენ რეგულარულად და მათთვის
ბანკების სესხის 100% განაკვეთები შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთი არის ფინანსურად, ამიტომ ცხადია ეს ყველა საინტერესებს, ამაზე მუშაობთ, უბრალოდ სესხები არის უფრო კომპლექსური პროდუქტი, იქ არის რამოდენიმე ტიპის საკომისიო, სხვა სხვადიანობა, ამიტომ ამას ბუნებრივად რომ დაჭირდება, თუმცა მომავალში, როგორც ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, საკომისიოებსა და დეპოზიტებთან ერთად სესხებზეც გვექნება ასე ვთქვათ ეს ინფორმაცია ვებსაიტზე განთავსებული, ახლა წინასწარ ამით არის თქვა რთულია, გვინდა რომ გავაკეთოთ ეს სწორედ ჯანსაღად ამას ბუნებრივად მიმდინარეობს, ხო. ასევე ბატონ დავით, მინდა გითხოთ, რამდენად ხშირად განახლდება ინფორმაცია იმ ვებგვერდზე, ანუ ლაივ რეჟიმში მოხდება ეს, თუ რაღაც პერიოდი დაჭირდება და ამ პერიოდსაც მაგალითად უნდა გაყვეს მომხმარებელი. ზოგადად ამ პროცესის უკან არის თქვა სისტემა, რომელიც ავალდებულებს ბანკებს, ტექნიკურად არის სისტემა აწყობილი, რომელიც ავალდებულებს ბანკებს, რომ მათ მიერ ტარიფის ცვლილება ავტომატურად და მყისიერად დაისახოს ამ სისტემაში, რომელსაც გამოვიდეს ჩვენ ვებსაიტზე, ამიტომ შეგვიძლია ეს არის ეგრეთ წოდებული ლაივ რეჟიმი ამ ინფორმაციის. ბუნებრივია გასვლითი კურსები ხშირად წუთიერად იცვლება, ხო, მერყეობის დროს, ამიტომ მომხმარებელი, რომელიც ჩვენ საიტზე ამას ნახავს, შეიძლება 10 წუთი დაჭირდეს ბანკში მისვლას და იმ მომენტში ტარიფი შეიცვალოს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში და ნორმალურ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, რომ ეს ტარიფი იყოს მაქსიმალურად ზუსტი და ეს საკომისიოები და დეპოზიტების 100% განაკვეთები ზუსტად ლაივ რეჟიმში ასახავდეს, თუმცა მომხმარებელმა ასე უნდა უთხრათ, რომ აუცილებლად მაინც გადაამოწმოს იმ კონკრეტულ ბანკში, იმ კონკრეტულ წამში რა ფასი არის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის და ჩაშვებულია პლატფორმა და შეგვიძლია მომხმარებლებს უკვე დავაზუსტებ, რომ ეს არის კომერციული ბანკებისთვის უკვე განთავსებული და მომავალში ეტაპობრივად დაემატება მიკრობანკები, თქვათ ციფრული ბანკები, საერთო სერვისების დამატებით პროვაიდერები, მიკროსაფინანსოებსაც აქვს საკმაოდ კარგი გაცვლითი კურსი და ასე თქვათ მათ შორის ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლები ჩაერთვებიან ამ სექტორში. ეტაპობრივად მოხდება ეს, ანუ მათ ეს ვალდებულება დააქვთ. მათ ვალდებულება არ აქვთ, მათთვის ეს შესაძლებლობა არის, ვალდებულება აქვთ კომერციულ ბანკებს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს კი ვეტყვი, რომ ჩვენი სტუმარი იყო ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი. ჩვენ კი განვაგრძობთ ეთერს სხვა თემით. საქართველო-აზერბაიჯანის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა ამოქმედდა. შედეგად, ქართველი გადამზიდავები აზერბაიჯანის მიმართულებით სანებართვო დოკუმენტებით ელექტრონულ ფორმატში ისარგებლებენ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სისტემის დანერგვას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კავშირების გამარტივებას ემსახურება და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სექტორში ოპერაციების უფრო ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ მოდელი შეამცირებს ქაღალდის დოკუმენტაციის გამოყენებას და მონაცემთა გაცვლას უფრო სწრაფსა და უსაფრთხოს გახდის. ევროპაში ბინის ქირის ფასები რეკორდულად იზრდება, ხოლო ხელმისაწვდომი ბინების პოვნა სულ უფრო რთულდება. რა განაპირობებს ამ ტენდენციას და რომელ ქალაქებშია მდგომარეობა ყველაზე მძიმე და დატვირთული? ნახავთ სიუჟეტში. ევროპაში საცხოვრებლის ბაზარი კვლავ ზეწოლის ქვეშ რჩება. ბოლო ოფიციალური მონაცემებით ევროკავშირის მასშტაბით ქირის ფასები ბოლო 1 წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 7%-ით გაიზარდა, თუმცა ზოგიერთ დიდ ქალაქში ზრდა ორნიშნა მაჩვენებელს აღწევს. ყველაზე მკვეთრი ზრდა ფიქსირდება დიდ ურბანულ ცენტრებში, მაგალითად ლისაბონსა და ბარსელონაში ქირის ფასები დაახლოებით 10-15%-ით არის გაზრდილი. ბერლინსა და ამსტერდამში ზრდა 8-დან 12%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ლონდონში საშუალო ქირა უკვე ისტორიულ მაქსიმუმზეა. სპეციალისტები რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებენ. პირველ რიგში ევროპაში საცხოვრებლის დეფიციტია, ახალი ბინების მშენებლობა ვერ ასწრებს მზარდ მოთხოვნას. ამას ემატება მაღალი სამშენებლო ხარჯები და საპროცენტო განაკვეთები, რაც დეველოპერებისთვის პროექტების დაფინანსებას აძვირებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურიზმისა და მოკლევადიანი გაქირავებების ზრდა. პლატფორმებზე ბინების დიდი ნაწილი გრძელვადიანი გაქირავებიდან გადადის ტურისტულ ბაზარზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეთავაზებას ამცირებს. გარდა ამისა, ევროპის ბევრ ქვეყანაში მიგრაციის ზრდაც ზრდის საცხოვრებელზე მოთხოვნას, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც სამუშაო ადგილების კონცენტრაცია მაღალია. სოციალური ეფექტი უკვე თვალსაჩინოა. ახალგაზრდები და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები იძულებულნი არიან ქალაქების ცენტრები დატოვონ და უფრო იაფ გარეუბნებში გადავიდნენ. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ მიწოდება არ გაიზრდება, ქირის ფასებზე ზეწოლა მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა ევროპის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად დარჩება.
და ბოლოს ნახოთ როგორია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო ქვეყნის ვალუტასთან გამყარდა რუსული რუბლისა და თურქული ლირის გარდა. რუბლთან გაუფასურება გვაქვს, ლირასთან კი გაცვლითი კურსი უცვლელი დარჩა. დეტალურად კი კურსი ასეთია: 2 ლარი და 73 თეთრი ღირს დოლარი, ევრო ღირს 3 ლარი და 3 ლარი, 1 თურქული ლირა ისე 6 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 36 თეთრია. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 55 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 19 თეთრი. ბიზნესი რუსთავი 2-ზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ, შევხვდებით ხვალ, თქვენ კი დარჩით რუსთავი.